ნადირობა. თევზაობა. დაუვიწყარი თავგადასავლები. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და თვალი ადევნეთ ჩვენ სიახლეებს. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მე და ბაბუ გამოვედით სანადიროთ. ბაბუ, ბაბუ, რავშევით ახლა, ნავი უნდა გავუბეროთ. აბა. ნავს გავუბერავთ და ვინადირებთ იხვზე. დინარე ხრამზე ვინადირებთ. აი ესეთი დიდი გუბე გვაქვს, ნავით შევალთ, ფიტულებს შევიტანთ შიგნით და ნავიდან ვინადირებთ, მივწევთ იქეთ ტყისკენ, იქ ჩაუსაფრთებით, ფიტულები გვიყოლება დაახლოებით 20 მეტრაში, ნახოთ როგორ გვექნება სიღრმე და ასე შემდეგ და დაველოდებით იხვის გადაფრენას. ცოტა ქარიანი ამინდი გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ იხვი იმოძრავებს. ნახოთ, ერთი ბატი უკვე გადავიდა. წეღანო შემოვედით. მანქანის პროჟექტორზე გამოჩნდა, რომ ცალად ერთი ბატი, ეტყო აქ იჯდა და შევაშინეთ. გავუბერავთ ნავს და შევალთ უკვე წყალში. მოიტანე ეგ თევზი დროზე, მოდი აქ. სად მიდიხარ, მოდი აქ. სად მიდიხარ, მოდი აქ, ერთი წამი შენ. ნახე რა თევზი მიყავს ამას. სად მიდიხარ? აი ესეთი მეთოდებით კიდებენ ბადებს, ამისი ინსტრუქცია მე არ ვიცი რა თუნდაც, მაგრამ აშკარა არის რომ ეს ამ დინარეში არ უნდა იყოს, ამიტომ გავანადგურებთ. რამდენი რაღაც ნაგლი რა ეგ რა. ვიფიქრე რაღაცას დაიჭერს, ითევზაოებს. შენ ხო დილი და ტვინი გაბურა, აი ესე დაიწყო, შემოვიდა და ბოლოს ეს გამოკაჩა და ფიტულები არ წაიყო და მან უკვე ვეღარ მოვითმინე და გადავედი ცოტა შეურაცხყოფაზე. მაგრამ ღირსები არიან, სადაც დაინახავთ მსგავსი რაღაცა გააკეთეთ რა. ხო? აი ნახე კიდე აქაა ბადე რა. ნახე რა პროსტა რა. რა ხდება შეხედეთ პროსტა. არც ერთს არ დაუტოვებ მე ამათ, არ არსებობს. ნახე ყველგან მთელი ის აქვთ გადაკეტილი რა ამათი. კაროჩე რა. ჯიშუები ესენი. იქეთი ხვიზის ხა ბაბუ მეუნება და ეგ თუ დავაფრთხე ხა და ოფში გადავირევი. როგორია დილას გაყინულ წყალში ჩადი ფიტულები ჩაალაგე და ვიღაც დეგენერატი მოდის და ბადით იმენა იჭერს თევზს რა. იმდენი თევზი წაიყვანეს.
რა ვიცი რა. პარკი ქონდა სავსე გამოტენილი ქონდა პარკი. ეს მარტივად ამოვიდა. აი თოკებით შეაქვთ ბადეები როგორც მივხვდი. მაგრამ როგორ არ ვიცი. ნახე, აი ყველგან გადაკეტილი აქვთ რა არის ეს. მოგული აქვს ბოლოში რაღაცა ხე. არ დაუტოვებ 1 გრამ თოქსაც კი. Qua mouvia tigres. ძალიან სამწუხაროა რომ ესე უშედეგოდ ვასრულებთ ნადირობას. ფაქტობრივად იხვის ნასახი არ ყოფილა რა არა და კარგად გილესვართ აქ ძალიან ხშირად კარგად გვინადირია რა. ყოველი წამოსვლა თითქმის შედეგიანი ყოფილა და ვიწყებ ხა ფიტულების ამოკრებას. ძალიან გამობრაზეს დღეს რომ აი ესე თურმე აქ ადუღებენ ყველაფერს რა. ადუღებენ აგაგებით სახლართი ბადეები თევზაობენ გადაკეტილი მქონდათ აქაურობა მთლიანად და ძალიან დიდი რაოდენობა თევზი ამოკრიბეს. ხო. დავიწყებთ ახლა ფიტულების ამოლაგებას და მე მგონი უკვე დროა რომ გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოში სანადიროდ. იხსე ვერაფერი, მაგრამ ეხლა გადმოვინაცვლებთ. გარდაბნის სახელმწიფო ნაკრძალში ავიღეთ ნებართვები და მოკლედ ვინადირებთ ქედანზე. ვინადირებთ ჩემ ძმასთან ერთად. ბოლოს როდის ვინადირეთ აქ? 2 წლის. 3 წლის წინ დაჟე. დიმა ჩვენ გვერდშია, ბაბუ ჩვენ გვერდშია. მე და ბაბუ დილის 5 საათიდან ერთად ვართ. ბევრი ვეცადეთ რომ იხვი შეგვეხვედრა, მაგრამ სამწუხაროდ იხმა არ გააკეთა გადაფრენა, მაგრამ დავიჭირეთ ბრაკონიერები და შესაძლებელად გაუსწორდით, ესე რომ ვთქვათ, ყოველგვარი ფიზიკური ძალების გამოყენების გარეშე. დავანადგურეთ მათი საფრთხე ბადეები და იმედია გავს კანონმდებლობას აღარ გააკეთებენ. იმდენი თევზი ამოიყვანეს და ნახეთ, რომ მან ჩვეულებრივად ანკესით ადამიანმა რომ იდეოზაოს საკმაოდ კარგ შედეგს გადაიღოს. აბა ნახოთ ახლა დავალოდოთ ქედანის გადაფრენას. ამინდი კარგი გვაქვს. ზიანი, ოდნავ ღრუბლიანი და ქარიანია. ყუიები რამდენი გვაქვს? ბევრი. 400. ეს კონცერტი უნდა მოუწყოთ ქედნებში. აბა წავედით. ვარდება. დაიჭრა, ჩამოვარდა. ჩამოვარდა. დაიბი.
გამოვაგდე. გამოვაგდე, საიდან. გამოვაგდა. Bravo. Bravo, magari. ცალი კედანი ავიღეთ ზუსტად 4 კაცმა. ძალიან მაგარი შედეგია უბრალოდ. ძალიან ბევრი ვისროლეთ. 100 ვაზნამდე ვისროლეთ დაახლოებით 4 კაცმა. ნუ გავერთეთ. ჩემი ძმა 1000 ერთხელ დადის სანადიროდ. ხო და სანამ დისტანციები გაიგო, რა დისტანციაზე უნდა ესროლა, მაგარი სროლები აუტეხა ქედანს. კარგად იყოს, ვათაშორის კარგად იმოზრავა, კმაყოფილები ვარ დღევანდელი დღეს. ვაზნებს ვიყენებდით BPS-ის 6 ნომერს კონტეინერში. საკმაოდ კარგად იმუშავა, მაგ ვაზნამ კარგ დისტანციებზეც ნახავდით ამ ყველაფერს. აბა, მომავალ შეხვედრამდე წარმატებებს გისურვებთ.